მოგესალმებით კიდევ ერთხელ თვითონ თქვენთაგანს. მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ისევ კახეთიდან და ისევ ყვარელიდან. და კოტიკორაზე ვარ ახლა. და მინდა გავაკეთო ესეთი ამ ბუნებიდან ესეთი გაშლა გავაკეთოთ. სამი სიტუაცია, მდგომარეობა, ანუ ვარიანტების მიხედვით და ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი გარათებია, რომელიც არის ასე ვთქვათ ჩვენი წინაპართა რჩევა, ხო, ესე ვთქვათ მათი დახმარება ჩვენს მიმართ. და რას გვეტყვიან, რას გვირჩევენ, ხო? მოდით ლენორმანის ნახოთ სამი სიტუაცია. ანუ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, ანუ ვარიანტების ელო ვერ დაინახოთ, ამიტომ 1, 2, 3 ამ ციფრების მიხედვით რომ აირჩიოთ, რომელი ვარიანტი გნებავთ და ვნახოთ, ხო? მოდით ისე ვნახოთ. მე დავდებ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. და რა თქმა უნდა, რა რჩევა იქნება სამყაროსგან, მაგასაც ვნახავთ. ჩვენი წინაპრებიდან სამყაროსგან. რა ნიშნებია, ხო? რა იქნება ის მომენტი, რაც დაგვეხმარება ამ სიტუაციის მოგვარებაში. პირველი, მეორე და მესამე. მოკლედ, სამი ვარიანტია, პირველი, მეორე და მესამე. იმედია ჩაიფიქრეთ ყველამ და მე ვნახავთ პირველ რიგში სიტუაციას. ეს არის სიტუაცია, როდესაც შეიძლება რაღაცა ისეთი ინფორმაციები გაიგეთ, რომელიც მათ ძალიან გატკინათ გული. რომელსაც არ იმსახურებთ, შეიძლება ითქვას, ხო? ეს არის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება ისეთი ადამიანებისგან იყოს სიტყვები, ან ისეთი ქმედება იყო ადამიანებისგან, რომელთანაც ძალიან ისეთი ახლო კავშირი გაქვთ, ხო? სანათესაოს კავშირი გაქვთ, რაღაცა ისეთი ურთიერთობა გაქვთ, რომელსაც ესე მარტივად ვერ ჩაშლით, ვერ დაამთავრებთ, ხო? ანუ შეიძლება რაღაცა წყენა მეუღლისგანაც იყოს, ხო? რაღაცა თვითონ მშობლისგანაც იყოს, ყველას თავისი სიტუაცია აქვს. ყოველ შემთხვევაში პირველი ვარიანტი ვინც არჩით, აქ არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს ადამიანს ტკივა და თითქოს კარადა ტკივა ის მომენტები, როდესაც ვერ ხედავენ მის მიერ ჩადებულ, მის მიერ გაცემულ ენერგიებს, ხო? ვერ ხედავენ მის სიკეთეებს, ვერ ხედავენ მის გვერდში დგომას, ვერ ხედავენ მის ძალისხმევას იმაში, რომ რაღაცა გააკეთოს და დაეხმაროს ადამიანებს, ხო? დაეხმაროს მის გვერდით ყოფებს, ხო? შეიძლება სულ უბრალოდ დიასახლისი იყოს ადამიანი, მაგრამ იმდენ რამეს აკეთებს, ხო? დიასახლის სახში საჭმელი, სარეცხი, 1000 რამე არის, რაც უბრალოდ ხანდახან საჭიროა, რომ დაინახოს, ხო, ადამიანმა და როდესაც მოდის ვიღაცა ან ვიღაცა არა, თქვათ, მეუღლე ან შვილი და იცახის, რომ იცი რა გაგიკეთე, რა გააკეთე დღეს თელ დღეს სახში ხარ შენ და ჩვენ რაღაცა გადავიღალეთ ამ ქაოსში, ამ ქალაქში დავდივართ, ხო? ძალიან გულის ტკივილის მომენტი ნამდვილად არის ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, აქ პირველ ვარიანტთან არის ეს სიტუაციები და რას გირჩევენ თქვენ სამყარო. ნახეთ, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ კარგად მიმოიხედეთ, იმიტომ რომ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ იმ სიტუაციიდან გამოსვლაში, რომელშიც ხართ, ხო? ანუ მოგცემთ იმ ძალას, მოგცემთ იმ ენერგიას, რასაც ქვია, რომ გადაანალიზოთ, როგორ მოიქცეთ, ხო? ნუ აქ შესაძლებელია ვიღაცისთვის რაღაც მომენტში ცოტა ისეთი ნათქვამია ფსიქოლოგის რჩევა ან რაღაც, თუმცა რაღაც ან თუნდაც სიტუაციებს, რომელსაც ტაროთი გაშლის დროს ისმენთ, ხო? და რჩევებს, თქვათ, თუნდაც იქაც შეიძლება იყოს ისეთი მინიშნებები თქვენთვის, ხო, რომელიც სხვა ეტაპზე გაგიყვანთ, სხვა მდგომარეობაზე გაგიყვანთ, ხო? არის YouTube-ზე ძალიან ისეთი ბევრი
ფსიქოლოგიური რჩევებიც, რაღაცა სწავლებებიც, ხო, რაღაც არსებობს ძალიან ბევრი მასალა უკვე ესე მარტივად ხელმისაწვდომი და მოსაპოვებელი, ასე რომ სამყარო გეუბნებათ, რომ ნახეთ, შეიძლება ეს კონკრეტული ადამიანი მაინდამაინც პირადად არ მოვიდეს თქვენთან ესე კონკრეტულად და გამარჯობათ, იცით, მე ესა და ეს ვარ და გამომაგზავნა სამყარომ, რომ თქვენ დაგეხმაროთ, არა, მაგრამ ნახეთ, იმ ადამიანის მოსმენაც, რომ დაიწყებთ, რომელსაც თქვა, თუნდაც YouTube-დან უსმენთ, ხო, ანუ რა ვიცი, ვის რა სოციალური ქსელი, ან უბრალოდ წაიკითხოთ წიგნი, რომელიცაც აქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი ემოციების მდგომარეობა, ხო? აი სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენს გვერდზე იქნება თითქოს ის ადამიანი კონკრეტული, რომელსაც შეიძლება თქვენ დაგეხმაროთ ყველანაირი პრობლემის დალაგებაში, ხო? ანუ უბრალოდ რჩევებით, უბრალოდ მიდგომებით, უბრალოდ თქვენი განვითარებით, ხო, რაღაცა, როდესაც რაღაცას უსმენთ, მე ვიწყებთ ფიქრს და რაღაცნაირად ვითარდებით, ხო? აი აქ რაღაცა ეს მომენტი არის, რომ კარგად დააკვირდით იმ სიტუაციებს, შეიძლება გარშემოც ყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა ისეთ რჩევას გეუბნებათ და ბევრჯერ გითქვიათ, რომ კაი, შენი რჩევებით ხო დავიღალე და მაინც არაფერი, ანუ რაღაცა არ აქცევთ შეიძლება საერთოდ ყურადღებას და ამას მიაქციეთ ყურადღება. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, რა ხდება თქვენს თავს? თქვენ რაღაცა გადაწყვეტილებას ელოდებით, როგორც ჩანს, მეორე ვარიანტი თითქოს რაღაცა ინფორმაციის მოძიებაში ხართ, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ხო? ახლა ინფორმაციები ყოველთვის სხვადასხვა მომენტი არის. არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს რაღაცა ქონებრივი სიტუაცია აქვს, ხო? აქ არის რაღაცა გადაწყვეტილება, რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. და ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ უნდა გაერკვიოთ ამ სიტუაციაში, ხო, როგორ უნდა საიდან უნდა დაიწყოთ თუნდაც, ხო, რაღაცა ვისთვის როგორ შეიძლება ვიღაცა უბრალოდ ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს, ხო, არ ვიცი, თუნდაც ესეც მომივიდა ეს მომენტიც, ხო, ყველასთან სხვადასხვა არის, თუმცა აი საიდან უნდა დაიწყოთ, ანუ რამდენად ღირს ამ ინფორმაციის მოძიება, რამდენად ღირს ამ სიტუაციის დალაგება, ხო, აქ რაღაცნაირად კონკრეტულად ვისაც საბუთებთან აქვს, ხო, არის ის მომენტი, როდესაც საბუთებს გადავხედეთ და რაღაც ისეთი ინფორმაცია წავიკითხოთ, რომელიც მათ შეიძლება თავდაყირა დააყენა ჩვენი მდგომარეობა, ხო, ან ისეთი რამ თქვა ვიღაცამ ჩვენს ახლობლობაში და ისეთი რაღაც მოგვაწოდა, რომ ამ გაანალიზებამ, ვთქვათ, მერე მიიღო ძალიან ისეთი სიტუაცია, ხო, არის ხომ ეგეთი შემთხვევები, რომ ვთქვათ, ვიღაცა მეუღლეს ეუბნება, რომ იცი, მე შენი მეუღლე დავინახე სადღაცა სასტუმროსთან, ან სადღაც ვიღაცასთან ყავას წავდა და ნუ ეს ინფორმაცია ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი ქალბატონისთვის, გინდათ მამაკაცისთვის, მაგრამ აბსოლუტურად შეიძლება ხო სხვა რაღაცა იყოს, ანუ უბრალოდ ადამიანი შეხვდა რაღაცა ბავშვობის კლასელს, რაღაც ბავშვობის მეგობარს, რაღაცა სოფელში ერთხელ დაისვენეს იქენა რომ ახსოვდა და ნუ რაღაცა უბრალოდ დალიეს ყავა, ხო? მაგრამ აი ეს ინფორმაცია თქვენთვის ძალიან მტკივნეული და ძალიან ისეთი გულის მდგომარეობა, ეს რო იტყვენ შეკუმშა გახსნა, ხო, რაღაცა სულთან ახლოს მივიდა. კარგით, რას გიჩვევთ სამყარო? სამყარო იქნება თქვენი გზამკვლევი გახსნათ ყველა ის დაფარული სიტუაცია, რომელიც არის ახლა თქვენს მდგომარეობაში. ნახეთ, სამყარო დაგეხმარებათ აუცილებლად, რომ გაერკვეთ თქვენი ცხოვრების იმ სიტუაციებში, იმ მდგომარეობებში, რომელიც ახლა თქვენთვის არის გაურკვეველი. და რას გულისხმობს სამყარო გაგარკვევთ ამ ყველაფერში, ხო? ხშირად არის, როდესაც არ უსმენთ სამყაროს ხმას, ხო? ანუ მინიშნებები, ვთქვათ, ციფრები საათზე, ერთი და იგივე რიცხვები, ხო, სადღაც მივდივართ რაღაცა, არ ვაკავშირებთ რაღაცა მოვლენებს ერთმანეთთან, ხო? აი სამყარო შეიძლება გაძლევდეთ ამ ყველაფრით ნიშნებს, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე მანქანა გხვდებათ, ხო, ვთქვათ, სახლის კარებთან, რომელიც, უცხო არ არის ამ მეზობლოში არავის მაგალითად, ხო? მაგრამ რაღაცა არის იქ ისეთი
მისაქცევი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თქვენთვის. აი სამყარო გეუბნებათ იმას და თქვენი წინაპრები რომ ან სიზმრები კიდევ ხო აი ნახეთ ადამიანებს ხშირად გვესიზმრება ხოლმე და გვაქვს ისეთი მომენტი რომ აი რაღაც სიზმარი ვნახე და ხო არაფერი არ არის გაიარა არ არის ესე ანუ სავსების შესაძლებელია რომ იმ სიზმარში იყოს ის ინფორმაცია რომელიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ანუ დაგესიზმრა თქვათ ბებია ბაბუა ხო რაღაცა არის ესეთი მომენტი ან მეზობელი ან ვიღაცა ყოველ შემთხვევაში სიზმრებს ძალიან კარგი მე ძალიან მიყვარს სიზმრები და ზოგადად სულ აქცევს ჩემს სიზმრებს ყურადღებას, ну, პრინციპში ჩემი სიზმრები ჩემი, ისე ვთქვათ, გზამკვლევია ცხოვრებისეულად, მაგრამ აი ბავშვობიდან ვაქცევდი ყურადღებას. ნახეთ, აი თქვენც დაიწყეთ მიქცევა ყურადღებას რაღაცა რომ დაგესიზმრებათ, უბრალოდ აი გავატარე და დავივიწყე, ესე ნუ იქნებით. რაღაც მომენტში ეცადეთ რომ გაანალიზოთ რა იყო იქ მოცემული ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გეხმარებათ იქნება. იქნება სამყარო გეუბნებათ რომ და სიზმარში ვიღაცა გეუბნებათ რომ აგერ გაივლი რაღაცა 100 მეტრს და იქ ნახავ ქვის ქვემოთ დევს მილიონი, ხო? ანუ რაიცით იქნება ხდება, ხო? რაღაც ანუ შეიძლება რაღაც ისეთი მომენტი იყოს რომ თქვათ რომ ახლა რაღაც სისულელეს ვამბობ, მაგრამ არის ნახეთ სამყარო ყოველთვის რაღაცა ფაქტორით გვაძლევს რაღაცა მინიშნებას, რომელსაც უბრალოდ ჩვენ ადამიანები ვაიგნორებთ და ვამბობთ რომ დამთხევაა. ნახეთ, დამთხევაა ხშირად ბევრს გქონიათ ეგ მომენტი, რომ რაღაცა ერთი და იგივე სიტუაცია მოგისმენიათ ერთ და იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ნუ რაღაცა დამთხევაა, თორე ეს ისე არ არის. ცოტა მეტად ჩახედეთ და თვალი გაუსწორეთ იმ მდგომარეობას, რას გეუბნებათ და გელაპარაკებათ სამყარო. და ნახოთ, მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტთან დაკავშირებით ესე ვიტყოდი, აქ არის ახალი იდეები, ახალი წამოწყება, ხო, რაღაცა ბიზნეს გეგმები, რაღაცა სამსახური, რაღაცა ურთიერთობები, ვიღაცებისთვის არ ვიცი რატომღაც ესე მომდის, რომ შეიძლება შვილის მომენტიც იყოს. ნახეთ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ ადამიანებს რაღაც გარკვეული დრო არიან თანაცხოვრებაში და არ ყავთ შვილი, ხო, რაღაცა და მათთვის ძალიან მტკივნეული ფაქტორი არის ეს მომენტი, ხო, რომ ვთქვათ 1 წელი ერთად არიან, 2 წელი, 3 წელი და ნუ რაღაცა შვილი არ ყავთ. აქ არის ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ძალიან ნერვიულობთ, ხო, ასევე როგორც თქვი, ანუ ბიზნეს გეგმები, რაღაც ახალი წამოწყებები, რაღაც ახალი სამსახურის მდგომარეობა, ახალი ურთიერთობები. აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, რომ ვიღაცას თუნდაც გასვლა უნდოდეს რაღაცა სიტუაციებიდან, რომელიც უკვე ძალიან ყელში აქვს ამოსული და თქვათ უკვე გაუსაძლისი არის, ხო, თქვათ თუნდაც ურთიერთობა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ეს მომენტი, რომ აი რაღაცა თანაცხოვრებაში არის 30 წელიწადი, 20 წელიწადი და რა ვიცი, შვილების გაზარდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ რისკავს გავიდეს ურთიერთობიდან, სადაც თქვათ არც ემპათიის სხვადასხვა ოთახებში არიან და ასე შემდეგ. ხო, აი აქ რაღაცა გაქვთ თქვენ იმისი ნერვიულობა, ანუ მესამე ვარიანტის მდგომარეობაში არის ის მომენტი, რომელიც რაღაცა სიახლეების დაწყება გვინდა, მაგრამ გვეშინია, ხო, რაღაც სიახლეები გვინდა, რომ შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ გვეშინია. თუნდაც უბრალოდ მის შეჭრა მინდა, მაგრამ ეშინია, მომიხდება, არ მომიხდება, არ ვიცი, ხო, რაღაცა ის მომენტები არის. ანუ მესამე ვარიანტის ვინც აირჩეთ, ეს არის მომენტი, როდესაც სიახლეების მდგომარეობის გვეშინია, რაღაც ახალი გვინდა დავიწყოთ და ახალი ეპოქა შევქმნათ ჩვენი ცხოვრების და ამის შიში გვაქვს და პლუს მაგას აი როგორც გითხარით, არ ვიცი რატომღაც ეს ბავშვის მდგომარეობა ძალიან ამოვიდა ჩემთან, ახლა ესე მოიტანა. და ვნახოთ რას გირჩევთ სამყარო. ნახეთ, საკუთარ თავთან იყავით პირველ რიგში გულწრფელი. და მიიღეთ ყველაფერი სამყაროსგან ისე, როგორც არის. ხო, ანუ შეიძლება რთულია ბევრი რამის მიღება, მაგრამ რაღაც მომენტში მიიღეთ. ნახეთ, მიიღეთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ იქ დარჩეთ, სადაც არ ხართ ბედნიერი, ხო? ანუ უბრალოდ მიიღეთ რეალობა, ის რომ შენი ცხოვრება უნდა შეცვალო. მიიღე ის რეალობა, რომ შენ უნდა გადადგა ნაბიჯი, დაიწყო ახალი საქმე, დაიწყო ახალი კარიერა,
ხო, ანუ არიან ადამიანები, რომელთაც სამსახურში გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს და კარგი ხელფასი მაქვს და ამიტომ ავიტანო. მაგრამ ყოველი დღე მისვლა მათ ნერვიულ სისტემაზე ძალიან ურტყავს, ხო? ანუ გაუსწორეთ ამას თვალი, რომ კი, გასაგებია, შეიძლება შედარებით დაბალი ხელფასი აიღოთ, მაგრამ მოვიდა დრო იმის, რომ შეცვალოთ, ხო? მოვიდა დრო იმის, რომ თქვენი ცხოვრების მდგომარეობა შეცვალოთ და იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და იტყუებთ საკუთარ თავს, რომ დღეს ან ხვალ რაღაცა ესე უბრალოდ შეიცვლება, ხო? და ეს ყველაფერი აუცილებლად მიგიყვანთ სიყვარულამდე, მიგიყვანთ აუცილებლად ჰარმონიულ მდგომარეობამდე, ხო? და ყველაფერი იქნება თქვენთვის სასიამოვნო საკეთებელი, გინდათ საქმე, გინდათ რაღაცა პირადი ურთიერთობის მდგომარეობა და რაც შეეხება აი ბავშვთან მიმართებაში არ ვიცი რატო წამოვიდა ეს მომენტი, მაგრამ აი რაღაცა ძალიან მოდის, ხო? იცით რა არის, მიენდეთ სამყაროს. იქნებოდა მისცეთ სამყაროს იმის საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტოს რა და როგორ უნდა იყოს, ხო? მიეცით სამყაროს იმისი უფლება, რომ სწორ გზაზე გაგიყვანოთ, ხო? სწორი მიმართულება მოგცეთ. ნერვიულობთ, თქვათ, მაგ პრობლემასთან მიმართებაში, როდესაც ნერვიულობთ, ბევრად უფრო რთულდება ყველაფერი, ხო? ბევრად უფრო სტრესში ყავთ ორგანიზმი და შესაბამისად ორგანიზმი ვეღარ ახერხებს ამ ყველაფრის გაკეთებას. და მე ესე ვიტყვი, რომ თუ ისეთი მომენტია, როდესაც დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ შედეგი არ იქნება და რთულია ეს უკვე ჯანმრთელობიდან გამომდინარე მდგომარეობა, ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ბავშვი, რომელიც ბავშვთა სახლშია და ძალიან უნდა რომ ვინმეს დედა დაუძახოს ან ვინმეს მამა დაუძახოს, ყავდეს თავისი ოჯახი და სულ ფანჯრებისკენ იყურებიან. მათაც გახედეთ. არ არის სასწაული ის მომენტი და არასოდეს არ არის ის მდგომარეობა, რომ რახან გავაჩინე, ის არის ჩემი შვილი და რომელსაც ვზრდი, თუნდაც არ გამიჩენია, ის არ არის ჩემი შვილი, ხო? ანუ სიყვარული საიდან მოდის? სიყვარული მოდის ურთიერთობიდან, ჩადებული ემოციებიდან, ჩადებული ენერგიიდან და ჩადებული სითბოდან, ხო? ასე რომ მესამე ვარიანტი, მიეცით საშუალება სამყაროს, დაგანახოთ რა როგორანაირად და შეგეშინდებათ იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან. შეგეშინდებათ აღიაროთ საკუთარი შიშები, საკუთარი პრობლემების მდგომარეობა და არაფერი არ არის სასირცხულო, ხო? რაღაცა მინდა და უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება რადიკალურად. აი, რაღაცა ეს მომენტი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებულ ცხოვრების გზის შეცვლას თუ, რა ვიცი, რადიკალურად თუ ისე ცოტა გზებით, სწორ გზაზე გევლოთ და მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად სამყაროს ნიშნებს, რაც გელაპარაკებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ ცხოვრების სეულს, რომელიც ძალიან გამოგადგებათ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ოჯახსაც და თქვენ შვილებსაც. მე ბედნიერ ურთიერთობებს და სიყვარულს გისურვებთ. დროებით.